ვისაც გინდათ ასეთი ულამაზესი სოკოს სამარხო ფლავი მოამზადოთ, მიყევით, ნახეთ როგორი ფანტელია, ნახეთ რა სილამაზეა, მიყევით ბოლომდე რეცეპტს. შეხედეთ, ეს არის სასწაული სოკოები, ნახეთ როგორ არის დაჭრილი. აუცილებლად უნდა მოამზადოთ ხათოს რეცეპტით, მიყვარხართ. მოგესალმებით შემოსაყვარელო გამომწერებო, ხათოს და სანდროს სამზარეულოდან ეხლა უნდა მოგიმზადოთ ძალიან გემრიელი სამარხო სოკოს ფლავი. ამისთვის დამჭირდა 2 საშუალო ხახვი, 2-3 საშუალო ხახვი ზეითუნის ზეთი და კარგად უნდა მოვდახოთ. აი ოდნავ რო შეიცვის ფერს, შემდეგ გამზადებული მაქვს, დამჭირდება აი ესე სოლებად დაჭრილი სტაფილო, 2 ცალი და ეს ბასმათის ბრინჯი ძალიან მომწონს. მე ამას ვყიდულობ ნავთლუხის ბაზარში თეოსთან სუნელების, აი პირველი შესასვლელი არა, მეორე შესასვლელში შეხვალ და 5 კილოში, 5 კილოიანი ყიდის, თუ არ ვცდები 25 ლარად. ძალიან კარგი ფასი აქვს და ნახეთ აი როგორი მოგწოა, რა თქმა უნდა ეს არის გარეცხილი, ჩამბალი და ასევე ძალიან გემრიელი შავი პილპილი, რომელსაც ბოლოს მოვაყრი, რო არ გაშავდეს მასა და სოიო соуსი დამჭირდება და რა თქმა უნდა სოკო, რომელსაც წამოვხარშავ, შავი ფერი რო გაუვიდეს, ნახეთ, აუცილებლად ეხლა ნახეთ აი ეს, ნახეთ აი ესეთი შავი ფლავი არ მიყვარს მე აი ესე, არ უნდა გაშავდეს, ეხლა ამას კარგად აი ნახეთ რა ლამაზ ფორმებად დავჭერი და ამას გადავწურავ, ეხლა ეს მოიდაღება და გაჩვენებთ როგორ სოკოს ფლავს გავაკეთებ 200 გრამიანი ჭიქით, აი მთელ აი დიდ ოჯახს რო ეყოფა მარხვაზე და თან არის ძალიან გემრიელი. ნახეთ როგორ ოქროსფერად ლივლივებს, თან ზეითუნის ზეთი როგორი ჯანსაღი პროდუქტია, თქვენ ძალიან კარგად იცით და ამ მარხვაში ძალიან ორგანიზმისთვის რო არ გამოიფიტოს ორგანიზმი ძალიან საჭიროა. აგერ დაუმატე 3 ცალი, 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი და ეხა ჩავაყრი სტაფილოს კარგად ესე ამოურევ და კიდე 1-7 წუთი დავაფარებ თავსახურსო, აი ოდნავ მოიწალოსავით სტაფილო. ნახეთ სილამაზეა. სოკო ამოვიდე უკვე და აი ნახეთ როგორი შავი წყალი გაუშვა, აი როგორ შეიძლება, ნახეთ აი ტალახიანი წყალი ეს არ გვჭირდება ჩვენ ულამაზეს ფლავში, ნახეთ სოკოები დავჭერია ესეთი ლამაზ ნაჭრებად, აი ნახეთ როგორი სილამაზეები არიან, ლამაზი კერძი მიყვარს, ხო იცით თვალი ჭამს და თვალი სვავს და ყველა კერძი მიყვარს, ლამაზი უნდა იყოს. აი ნახეთ ეხლა ცოტა ხანში ჩავაყრი სოკოს და გაჩვენებ ყველაფერს. ნახეთ მოვიდა უკვე კარგად სტაფილო, მოიწალა და ეხლა ჩავაყრი სოკოს. სუბუქად უნდა ამოურიოთ, რომ აი ეს ჩვენი ლამაზად დაჭრილი სოკუნიები არ ჩაიმტრეს. ძალიან ისე სუბუქად. ეხლა აქვე გავუკეთებ მარილს, ძირას, ძირას გავუკეთებ აუცილებლად ოდნავ. რა ქვია დედა ამ соуს და სოიო соус. შავი პილპილი არა, ბოლოს ვაყრი ხოლმე, რომ ძალიან არ ჩამიშაოს. ძალიან ლამაზია უკვე კერძი. მარილი დამჭირდება 1 სუფრის კოვზი აუცილებლად. ცოტას დავამატებ, დაჭირდება და აი ამ გოგოსთან ამ ნავთლუხის, მე რო გითხარით ნავთლუხში ვყიდულობ, მეთქი ძირას, აი საუკეთესო სუნელები აქვს და აი საოცარი ძირა აქვს და აი ესე კაი ბლომად ამოვიღებ, ხთმექცე. აი ძირას აი ესე ნახეთ. 1 ჩაის ყოვზი ძირას აიტანს.
ამას უკვე ყველაფერი აქვს, სუბუქად ამოურევ და აქვე მაქვს ბრინჯი 400 გრამიანი ჭიქით ამას ჩავაყრე. ხა ამოურევ და დაგიბრუნდებით. ამოურიე, ეხა სოიო соус მოვასხავ. ბევრი არ მინდა, უბრალოდ არომატისთვის მინდა. 1 წუთი ვიდეოს წერ. არომატისთვის მინდა, მე ვისაც მოუნდება დაუმატებს თავის ძალიან არ მინდა რომ ჩაშავდეს. და ეხლა, აი ნახეთ უკვე როგორია, როგორ გამოიყურება. ეხლა დაუმატებ ზუსტად. ხო არის 4 ჭიქა ბრინჯი, 8 ჭიქა ადუღებულ ქაფქაფა წყალს და გაჩვენებთ აი თუხს რო დაიწყებს, მე დავუწევ ბოლომდე და ზუსტად 25 წუთში ფლავი მზად გექნებათ. სამარხო, გემრიელესი ლამაზი ფლავი. დავასხი ზუსტად 8 ჭიქა ადუღებული ქაფქაფა წყალი, ნახეთ უკვე რა ლამაზია. ეხა არ ვახურავ ზემოდან, ნახეთ ჯერ. ეხა რას ველოდები, იცით? ამას უკვე ყველაფერი აქვს შიგნით. შავი პილპილის გარდა, შავ პილპილს უკეთებ სულ ბოლოს. იმიტომ რომ შავ პილპილში როცა მოვხარში გამიშავა და ამ არასოდეს აღარ უკეთებ შიგნით. აი ნახეთ ეხა რა სილამაზია უკვე. ეხლა აი ველოდები. არავითარ შემთხვევაში თუ გინდათ აი ესეთი ფანტელი და ესეთი ბრინჯი, არასოდეს არ ვეცხავ წინასწარ ბრინჯი, არ ხარშავ, ზოგი რო ხარჩავს და მე რო აერთებს და როგორი ფანტელი გამოდის, იცით? აი თქვენ თვითონ ნახავთ. ეხლა ველოდები უნდა დაიწყოს დუღილი, აი უნდა თუხთუხებდეს, მე ეს მჭიდროდ დავახურავ თავსახურს და დაუწევ, აი უკვე ნახეთ იწყებს, აი ხედავთ? აი იწყებს. ეს არის დაუწერელი წესი და კიდე ზემოდან პირსახოდსაც დავადებ, რომ ჩაბუჟბუჟდეს, დროს დავიმიშნავ, სადღაც 9 საათში, 25 წუთში გემრიელესი ფლავი მზად გექნებათ. მთელ ოჯახს დააპურებთ. თან ახლა სოკო როგორი ნოყიერია, იცით და ამ მარხვაში ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძია. აი ნახეთ თუხთუხებს უკვე კარგად. ეხლა უწევ ძალიან ბოლომდე. აი საერთოდ აი უკვე ხმა აღარ ისმის. დავახურავ თავსახურს დავახურავ და დავაფარებ კიდე ზემოდან პირსახოდს და 9 საათში დაგიბრუნდებით. გავიდა 9 საათი და ეხლა გაჩვენეთ ჩვენი ფლავი რა მდგომარეობაშია. შეხედეთ რა, პროსტა შეხედეთ რა. ამას უყურეთ. ბრინჯის სიფანტელეს უყურეთ და აი ეხლა უკვე ამ მოვაყრი თქვენთან ერთად. უკვე რომ გამოვთე შავ პილპილს და ამოურევ. აი ნახეთ რა. აი საჩიჭამთ აი ესეთ სილამაზეს და ნახეთ როგორი ფანტელი ნახეთ შეხედეთ. აი ესეთი რეცეპტი ხათოსგან თქვენ ამ მარხვაში. ნახეთ, აი ეს არის სასწაული, ხო ხედავთ რა არის? აი ეს არის სასწაული.